მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Facebook Reviews. გუშინ რუსთავი ორმა თავის მეპატრონე მიშა სააკაშვილი ეთერში კოხტად გაახაზირა და მას შესაბამისი რეგალიაც დაურთო. საქართველოს მესამე პრეზიდენტი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევიდან პირდაპირ ეთერში გვერდება. საღამოშიდობისა ბატონო მიხეილ. ალბათ არ უნდოდა თეთქვათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიო. მესამე კი ისე ჟღერს, მიდი და გაიგე, ეს მესამე მოქმედია თუ არა. სააკაშვილმა როგორც ყოველთვის ბევრი ილაპარაკა. მათ შორის ისეთი რაღაცები, რამაც Facebook საზოგადოებაში ნებათაღელვები გამოიწვია. გამოხმაურებანი შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ. მიჰა, ჰამოდი, გვიშველე 555, ერთნი ასეთ სტატუსებს უძღვნიდნენ და რას დამსგავსები ხარ შეუბედუროო. მეორენი ასე აფასებდნენ. პირველ კატეგორიაში მიშას ჯამაგირზე მყოფი ხალხი აქტიურობდა. მაგალითად, ელისო კილაძე ასე აანონსებდა ეთერს. მიხეილ სააკაშვილი არჩევანში, რას უპასუხებს ხალხს და რას სიტყვის საკუთარ შეცდომებზე, საინტერესო ეთერი გველოდება. თუმცა ეთერის შემდეგ ვერაფრით შეაქო თავის უფროსი გარდა ამ სტატუსისა. ღირსეულად მოიქცა მიშა. დელიკატურად დაუარა გვერდი ყოფილ თანაგუნდელებზე საუბარს. ეს არის კარგი. რამდენად დელიკატურად დაუარა გვერდი არ ვიცი, რადგან ყოფილი თანაგუნდელები მაინც არ დაჩნენ ამ ეთერით კმაყოფილნი. მაგალითად, გიგი უგულავაძე რომ თქვა, სანამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვესო, დელიკატური ნათქვამია? ალბათ არა. სწორედ ასე ჩათვალა ევროსაქების ჯერჯერობით უსაწამლაო მარია მედიჩიმ თამარ ჩარგოლეიშვილმა, რომელიც ასე გამოეხმაურა მიჰას. დაპოსტა ამონარიდი სააკაშვილის ინტერვიუდან და ასეთი სიტყვები დაურთო. კომენტარსაც კი ვერ იმსახურებს, ისეთ საცოდავ დღეშია. სულ სხვა სურათის უფევდა მიშასთვის ყველაფერზე წამსვლელი მეგი გოცირიძის ვოლზე, რომელიც გაძლიერებულად პოსტავდა ეთერის დროს გულებს და სხვა სასიყვარულო ატრიბუტიკას. აი როგორი გულის ფანცქალით ადევნებდა თვალს მიშას არჩევანს. შემდეგ საყვარელი ადამიანის ნაკლზე რომ გულმოწყალეთ იძახიან მისი მთავარი შეცდომა ისაა რომ ძალიან მიმდობიაო, ასეთი ქვეტექსტით უწერია. მიშას ყველაზე დიდ და მთავარ შეცდომად მაინც რუსი ოლიგარქი ივანიშვილი რჩება. შემდეგ ეტყობა ისე მოაწვა გრძნობები მეგის, რომ ოდაც დაწერა. ოდა ასე იწყება. სახელმწიფო დროშა ასოცირდება მიშასთან. სახელმწიფო გერბი ასოცირდება მიშასთან. სახელმწიფო ჰიმნი, რომელიც 100 წლეულების მანძილზე არავის უმღერია, ახლა ყველა მზეპირად იცის და ამაყად მღერის. ასოცირდება მიშასთან. ასობით აშენებული და აღდგენილი ეკლესია მონასტერი ასოცირდება მიშასთან. გაძონწილი მშიერი და რადატკებით აღჭურვილი ჯარი, რომელიც დღეს ჩაცმულია, დაყურებულია, ქრისტე აღდგენილია და თითქმის ნაკას მიახლოებულია. ასოცირდება მიშასთან. დანარჩენს ვერ წავიკითხავ, რადგან როგორც წინა გადაცემაში გითხარით, კარგ ოჯახში ვარ გაზრდილი. სხვათა შორის ასეთი დიდი აჟიოტაჟი მიშას გამოსვლას ქოცებში არ გამოუწვევია. როგორც ჩანს, მხოლოდ თავის მრევლში და აწ უკვე მის განუყოფელ ნაწილში, რუსთავი ორში არის აქტუალური. რა გაეწყობა? დრონი მეფობენ და არა მეფენი. Facebook-ი კი ჩვეულებრივი მოკვდავების ცხოვრობით ცხოვრობს და იქ უფრო ხშირად ლევან ჯიბღაშვილის და მისი მეუღლის გაყრის ამბებს განიხილავენ, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერვიუს. დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.